სამი რამ, რაც გონიათ ადამიანებს, რომ არის ფსიქოთერაპიული პროცესი და რეალურად თითქმის პირიქით არის. პირველი, ფსიქოთერაპია სასიამოვნო პროცესია, თერაპევტი მხარს დამიჭერს, მომისმენს და მუდამ ჩემგვერდით იქნება. ეს ასე არ არის. რეალურად კარგი ფსიქოთერაპიული პროცესი ნიშნავს ტკინეულ პროცესებზე შეხებას, გახსენებას უსიამოვნო მოგონებების და მათ გადამუშავებას, რაც იწვევს პიროვნულ ზრდას, თუმცა არც ისეთი სასიამოვნო პროცესია. მეორე, ფსიქოთერაპევტი მომცემს რჩევებს, თუ როგორ შევცვალო ჩემი ცხოვრება. ეს ასე არ არის. კარგი ფსიქოთერაპევტი რჩევებს ნაკლებად იძლევა პირიქით. ის სვავს მხოლოდ კითხვებს, რათა ადამიანი უკეთ გაიკვეს თუ რა ხდება მის თავს. და ბოლოს მესამე, ძალიან ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ ფსიქოთერაპევტი გადაჭრის მათ პრობლემებს. სინამდვილეში, კარგი თერაპიული პროცესი გულისხმობს დადებითი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანი, ვინაიდან უკეთ გაერკვა თავის თავში, ახლა უკვე შემძლია მიიღოს გადაწყვეტილებები და გადადგას ნაბიჯები.